სასულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ. ჩვენ დღეს კვლავ დაუბრუნდეთ ჩვენ სამოციქულო საკითხავს. ხომ ასე ვანაცვლებთ ხოლმე, ხან ერთს ვკითხულობთ, ხან მეორეს. რადგანაც გალატელთა მიმართ ეპისტოლეს სრულად კი ვერ მივადევნეთ თვალი, სულ 6 თავია. მაგრამ სრულად ვერ მივადევნეთ თვალი, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურ საკითხავებში, წირვის საკითხავებში იკითხებოდა და კვირის განმავლობაშიც რა ხან სახარებას შევეხეთ და ბუნებრივია ეს ტექსტი შეიძლება გამოგრჩა, მაგრამ დღეს გალატელთა მიმართ ეპისტოლე მთავრდება. ანუ ბოლო მე-6 თავის, აი ბოლო სტრიქონები იქნა წაკითხული ლიტურგიაზე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც გვეუბნება პავლე მოციქული ესწავლება, მაგრამ ამავდროულად რაღაცა ამ ეპისტოლესაც ამითი გამომემშვიდობებით კიდეც ერთგვარად დღევანდელ დღეს, ოდესაც კიდევ ერთხელ გავიხსენებთ. ასეთია ტექსტი. ხომ ხედავთ, ასე იწყებს პავლე მოციქული გალატელებს ეუბნება. მე-6 თავის მე-11 მუხლია. ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ საკუთარი ხელით. ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინა დაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ დევნილი არ იქნენ ქრისტეს ჯვრისათვის. ეს ეპისტოლე, თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, საუბარი იყო იმაზე, რომ პავლე მოციქულმა როდესაც იქადაგა სახარება და ქრისტეს შესახებ სწავლება გაავრცელა გალატიაში, იქ მის შემდგომ შემოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც მოითხოვეს ჟულის სრული დაცვა, ისევე როგორც ებრაელები იცავდნენ ჟულს. მერე რა რო შენ ნათელღებული იყავი, ამის გარდა გაიძულებდნენ ჟულის დაცვასაც. ამიტომ პავლე მოციქული ამას წერს, რომ სახარება გახსოვთ, მაშინ ამაზე ვილაპარაკეთ, სახარება რომ ვინმე თუ სხვანაირად გახაროთ, ანგელოზიც რომ იყოს შეჩვენებული იყოსო, კვლავ აი ამ თემით დაიწყო გალატელთა ეპისტოლე და ამ თემით მთავრდება, მაგრამ აქ უკვე უფრო განვრცობილად არის ეს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დასახელებულია მიზეზები, რასაც ისინი ითხოვენ და რას ითხოვენ, ნახეთ, პირდაპირ დაუსვეს საკითხი, რომ მერე რა რომ შენ მოინათლე, მერე რა რომ შენ ქრისტე აღიარე, აუცილებელია მაინც ჯულის შესრულება და ამისთვის პირველ რიგში შენ რომ შემოყვანილი იყო ამ სივრცეში, რომელსაც ქვია საეკლესიო სივრცე, პირველი ამ ჯულიდან უნდა დაიცვა და რა უნდა გააკეთო. წინა დაცვეთა უნდა ჩაიტაროს ადამიანმა. ესე იგი ებრაულის ჯულის მიხედვით, რადგანაც ესე იყო, რომ უნდა შემოსულიყავი ამ ოჯახში ამითი, ამ ესე იგი საეკლესიო სივრცეში, ამ მორწმუნეთა სივრცეში, ესე იგი ამას თხოვს ახლა ახლად მოქცეულ ადამიანებს ზოგიერთნი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ჯულის აღსრულების გარეშე შეუძლებელია ესე იგი ცხონება და პავლე მოციქული ეუბნება, რომ არ არის ეს ასე, იმიტომ რომ ჩვენ აქაც წავიკითხავთ და იქ რომელთა მიმართ ეპისტოლეში განსაკუთრებულად ხაზგასმით ამბობს, რომ რომელი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჯული სრულად დაიცვას. ამიტომაც თუ არ შეგვიძლია ჯულის დაცვის მიხედვით ჩვენი ცხონება გადაწყდეს, ანუ ჯულს თუ დავიცავ და ამითი გადაწყდება ჩემი ცხონება, მაშინ ქრისტეს განკაცება რაღაცო იყო საჭირო. დავიცავდი ამ ჯულს და ქრისტეს ჯვარცმის საჭიროება აღარ დადგებოდა არანაირად. ამიტომაც ამ შესაბამისობაში, ამ წინადადების შეიძლება ითქვას ვრცელი განმარტება გახლავთ ის, რომ ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინა დაიცვითოთ. რას ნიშნავს იცით ეს ხორცით თავმოწონების მოსურნენი, რომლებიც აძალებდნენ, რომ გინდა თუ არა წინა დაცვითილება ჩაეტარებინა. იქადოდნენ ამით, ტრაბახობდნენ ამით, რომ აი ნახეთ, კი იყვნენ ისინი, მაგრამ მე მათ დავავალეს ჯული და აი მოვაქციე და დღევანდელ დღესაც ხო არის ხოლმე ასე, რომ მე ამდენი ბავშვი მოვნათლე, მე იმდენი მოვნათლე, მე რაღაცა და ამ დროს თვითონ შეიძლება საერთოდ ქრისტიანობასთან ცოტა არ იყოს კარგ ურთიერთობაში, მაგრამ ამითი ტრაბახობდეს, რომ მე ვიღაცა მოვნათლე. შეკითხვები ასეთი არ დაუსვო, მე ჩემთვის პირადად ბევრჯერ დაუსვამთ, რომ აი მართალია, რომ თუ თქვა სხვა სარწმუნოების ადამიანს მონათლავ გარანტირებული გაქვს სასუფეველი. ანუ ხელი და ფეხი კი არ უნდა გააქანო ამისთვის, რომ სასუფეველი მოიპოვო. სათა სასუფეველი იძულების და ვინც აიძულებს თავის თავს ის მოიპოვებს მას, ესე წერია წმინდა წერილში და ამაზე კი არ ლაპარაკობს არავინ, რომ ეს იძულება
საკუთარი თავის მიმართ უნდა იყოს გამუდმებულად, ყოველდღიურად, ყოველწამიერად, რომ შენ აიძულებ რაღაც ამ ღვაწლისთვის საკუთარ თავს, არა, არამედ ეძებ იოლ გზას, რომ ვაიმე თუ აღმოვაჩინე ახლა ვიღაცა მუსულმანი და დავითანხმე ნათლობაზე, მე მოკლედ გადავიდე ფეხი ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილია ეს დანოდაძმანო. ეს ასე არ ხდება. არც ისე რომ თქვა 40 და 50 ბავშვი მონათლე და ამის გამო სათასასუფეველი გარანტირებული იყოს, ამითი ტრაბახი გახლავთ ჩვეულებრივი ხალხური ზღაპრები, რომლებიც ჩვენშიც არის ხოლმე გავრცელებული, რომ მე რა მენაღვლება 50 ნათლული მყავსო რო იტყვის ადამიანი და ეს სინამდვილეში ესე არ არის. როგორც წერია, ხორცით თავმოწონების მოსურნენ. ისინი ამით იწონებდნენ თავს, რომ ვიღაცას მოკლედ გადააწყვეტინეს, რომ წინადაცვეთილება მიეღოთ მიუხედავად იმ ნათლობისა. ხოლოდ იმიტომ, რომ დევნილი არ იქნე ქრისტეს ჯვრისთვის, ნიშნავს იმას, რომ დევნულება დაიწყო ქრისტეს გამო და ვინც ქრისტეზე და მის ჯვარცმაზე ქადაგებდა და ლაპარაკობდა, მათ სიკვდილითაც სჯიდნენ. ამიტომაც ამისთვის, რომ თავი აერიდებინათ, ერთგვარი თავშესაფარიც კი იყო ეს, რომ ვიღაცა წინადაცვეთას რომ ჩაიტარებდა, იტყოდა, რომ არა ბატონო, მე ძველი სჯულის ამღიარებელი ვარ და ამიტომ არაფერ შუაში არ არის აქ თქვათ ის ნათლობა. ამიტომაც ერთგვარი თავშესაფარი იყო, სადღაცას გააჩნდა საზოგადოება, სადღაცას დაიტრაბახებდი, რომ აი, როგორ შევძელი მე რომ ადამიანებს ესეთი რამ ვასწავლე და მეორე მხრივ იყო ერთგვარი თავშესაფარიც, რომ აი ჯვრის გამო რომ არ დასჯილიყო. რადგან თვით წინადაცვეთილნიც არიცავენ რჯულს. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ წინადაცვეთილნი არიცავენ რჯულს? ვიღაცა მართლა შეიძლება არიცავდეს, მაგრამ ვიღაცა ვერ იცავს, იმიტომ რომ შეუძლებელია 600-ზე მეტი კანონი არის ძველი აღთქმის რჯულში. 600-ზე მეტი. თქვენ წარმოგიდგენთ, ჯერ ამას რა დაიზეპირებს, ყველაფერსო თავი დაანებო, ეხლა 10 მცნების დაზეპირება უჭერს ადამიანს, რომ რაღაცნაირად ამ 10 მცნებას გამუდმებულად მიადევნოს თვალი და წარმოგიდგენთ 600-ზე მეტი კანონი უნდა იცოდეს ზეპირად, რომ რამე არ შეგეშალოს. და ეს რამდენად შესაძლებელად მიგაჩნიათ ადამიანის მიერ, რომ იქ თქვათ მწერი არ გადაეყლაპოს, იქ თქვათ რაღაცა უწმინდურებას არ შეეხოს, იქ რაღაც ხელები როგორ უნდა დაიბანოს, იქ საპირფარეშო როგორ მოაწყოს, აბსოლუტურად ყველაფერი კანონის მიხედვით იყო განსაზღვრული. ამიტომაც, რადგან წერია, რომ თვით წინადაცვეთილით არიცავენ რჯულს, ზოგნი არიცავდნენ და ზოგნი ვერ იცავდნენ. არამედ უნდათ რომ წინა დაიცვითოთ, რათა იქადოდენ თქვენი ხორცით. როგორც უკვე მოგახსენეთ, რომ აი მე მოვნათლე დღეს რო ჩემი ნათლულია. ოღონდ ერთი წავიკითხე სხვათა შორის ძალიან სასაცილო კომენტარი იყო ასეთი რა, რომ ჩემს ნათლიასო ეტყობა ეგონაო, რომ იმ წყალში დავიხჩიო, იმიტომ რომ იმის მერე აღარ მინახავსო რა და დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა ხოლმე. ხოლოდ ქადილი როდესაც გესმის, რომ მე მოვნათლე, მე იმან მომნათლა და ამ დროს ურთიერთობა ნათლია ხარ მაშინ, როდესაც შენს მოვალეობას აღასრულებ. და შენი მოვალეობა რა არის? იცით, რომ დაგაყენეს აქ და რომ თქვი საკურთხევლის წინაშე, ჩემს წინაშეც რა თქმა უნდა, მღვდელი ამის მოწმეა, მაგრამ საკურთხევლის წინაშე ხომ გათქმევინეს, რომ განვეშორები ბოროტისაგან. გაიმეორე ეს სიტყვები, გაიმეორე. გათქმევინეს, რომ შეუდგები ქრისტესა, გაიმეორე, ამინ დაადასტურე ამ ყველაფრი და წარმოთქვი მრწამსი, ოღონდ რომელი შეასრულე, ეშმაკისგან განშორება, ქრისტესთან შედგომა, რომ ეს შენი ცხოვრების წესი გამხდარიყო, რომ ამ ცხოვრების წესით შენი ნათლული გაზრდილიყო და გესწავლებინა მისთვის ეს ყველაფერი, მაშინ ხარ ნათლია და არა მაშინ, როცა იტყვი, რომ ამდენი მყავს მონათლული და იმდენი. ხოლო მე ღმერთმა ნუქნასო, ასე ამბობს პავლე მოციქული, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჯვრით, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ვისითაც ქვეყანა ჩემთვის ზეცვა ჯვარს და მე ქვეყნისათვის. რას ამბობს იცით ამით პავლე მოციქული? სახარებისეულ სწავლებას იმეორებს, რომ ქრისტიანობა ჯვრის გარეშე შეუძლებელია. ვინც არ აიღებს ჯვარს და არ შემომიდგება, მე ასე ამბობს ქრისტე, ხო? უარყავ სამი აუცილებელი პირობა არის ჯვრის ტარებისა. უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე.
სხვაგვარად შეუძლებელია და პავლე სწორედ ამ სიტყვებს იმეორებს, რაც მან აღასრულა, როგორც ცხოვრობს ეს ადამიანი და ჩემთვის სიქადული სხვა ღმერთმან უკნასო. როგორ შეიძლება იმით ვიქადოდე, რამდენი მოვნათლე და რამდენი წინა დაიწვითა და თქვათ, რამდენი იქ რა, ამით კი არ იქადის პავლე. დავიქადებ მხოლოდ ერთადერთით, რომ მან შეძლო საკუთარი თავის უარყოფა, ყველანაირ სიამოვნებას, ყველანაირ ამქვეყნიურობას, თანამდებობას, ოჯახსაც კი მან მონაზნური ტვირთიც იტვირთა, იმიტომ რომ ის არ ყოფილა დაცოლშვილებული და როგორც მონოზონი, მაშინ არ იყო ესეთი ინსტიტუცია, თქვათ, სამონაზნო, მაგრამ ასე ცხოვრობდა, ქალწულებით ცხოვრობდა პავლე მოციქული და ამიტომაც ამბობს ამას, ამ სიტყვებს, რომ სხვა რამით ღმერთმან უკნას, რომ სხვა რამით ვიქადოდე თუ არა ჯვრითო და რომელი არის ეს ჯვარი? მისი ცხოვრების წესი არის ეს ჯვარი. და წავიკითხავთ ჩვენ მოგვიწევს ალბათ ამ ეპისტოლის განხილვა, სადაც ის ჩამოთვლის თავის განსაცდელებს, რომ ერთხელ ქვით ჩაქოლეს და გადარჩა, რომ ერთხელ ნავი ამოუტრიალდათ, რომ იქ ყაჩაღებისგან რაღაცა, რომ იქ რაღაცა რამდენი შოლტი მიიღო, რომ დასაჯეს, რომ საპყრობილეში რამდენი დღე და ღამე გაატარა. ბოლოს მისი სიცოცხლის დასასრული რა არის? თავი მოკვეთეს მას. თავი მოკვეთეს პავლე მოციქულს და ხომ არ მეტყვით რა დანაშაულისთვის? აი რა დააშავა, ვინმეს თავს დაესხა, რამე მოპარა, ან იყაჩაღა, ან იქურდა, ან მკვლელობა ჩაიდინა. არაფერი, აი ამ ჯვრისთვის, რომელ ჯვარზეც ლაპარაკობს, ჯვარცმული ქრისტეს ქადაგებისთვის, მეტი არაფერი. და მისი ცხოვრების წესით იყო ეს. ხანდახან არც კი ჰქონდა მას ამის საშუალება, რომ დამდგარიყო და სადმე ამის შესახებ ელაპარაკა, მაგრამ ამის გამო მოკლეს სწორედ ის, რომ საუბრობდა ჯვარცმულის შესახებ, ქრისტეს შესახებ, რომელზეც ამბობს, ვისითაც ქვეყანა ჩემთვის ეცვა ჯვარს და მე ქვეყნისათვის. იმიტომ რომ პავლე მოციქული ასეთი თავდადებით დადის ყველგან წარმართებში, სადაც მას სიხარულით არ ხვდებიან, მინდა გითხრათ და ყველგან განსაცდელი ელოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა დადის და ქადაგებს დაუღალავად. რადგან ქრისტე იესოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებაა და უნდა დაიმახსოვროთ ყველამ. რადგან ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. ახლა ჩვენ ეს სიტყვები შეგვიძლია ვთქვათ ასე. ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილება ნიშნავს რამეს და არც წინადაუცვეთელება ნიშნავს იმას, რომ წინადაცვეთილება არის რჯულის აღსრულების პირველი ნაბიჯი. ასევე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ, რომ არც ნათლობა ნიშნავს რამეს და არც მოუნათლაობა, არამედ ახალი ქმნილება. რატომ ვამბობ იცით ამ სიტყვებს? ცოტა შეიძლება თამამი სიტყვები იყოს. იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრმა შეიძლება მოინათლოს, მაგრამ ახალი ადამიანი არ გახდეს. და თუ ახალი ადამიანი არ გახდა, ყველაფერს აზრი ეკარგება. რა მნიშვნელობა აქვს მე ახლა წინადაცვეთილი ვარ თუ არ ვარ? რჯულის მიხედვით. რა მნიშვნელობა აქვს მონათლული ვარ თუ არ ვარ? თუ კი ჩემი ცხოვრება არ შეიცვალა, თუ ახალი ადამიანი არ დაიბადა, რომელმაც დაიწყო ამ რჯულის რაღაცნაირად თუ საბოლოო სრულყოფილი აღსრულება ვერა, დაიწყო რაღაცნაირად მონდომება იმისა, რომ შეიმეცნოს ეს რჯული და თავის ცხოვრებაში განახორციელოს ეს ყველაფერი. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებაა და უნდა გახსოვდეთ, რომ ახალი ადამიანი, როდესაც ლაპარაკობს პავლე მოციქული, ახალი ქმნილება ნიშნავს სიკვდილს, გარდაცვალებას, ჩვენს ნათლობაში როგორ არის, სამჯერ შთაფლა ნიშნავს გარდაცვალებას და აღდგომას. იქ ჩასვლა წყალში და ამოსვლა იმ წყლიდან ერთია სიკვდილი და მეორეა აღდგომა იმ წყლიდან ამოსვლის რაც განასახიერებს. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ეს არა მარტო იმით, რომ ფიზიკურად ვიღაცა ჩავიდა წყალში და ამოვიდა, არამედ უნდა მოკვდეს ძველი კაცი და უნდა დაიბადოს ახალი კაცი, რომელსაც სხვა სული აქვს უკვე. სხვა სული ნიშნავს იმას, რომ სული წმინდას აძლევს მასში მოქმედების საშუალებას და ყველაფერს ის შეხედავს უკვე ამ თვალით, ამ სინათლის შუქზე, რომელსაც წმინდა წერილი ქვია და არა ისე, როგორც თვითონ ფიქრობს, როგორც თვითონ გაუგია ამ ცხოვრების არსი, ან როგორი თვითონც ეგოისტური, ან რაღაცა კაპრიზული მიდრეკილებები აქვს ამა თუ იმ საკითხის მიმართ. და ყველას, ვინც იქცევა ამ წესისამებრ, მადლი და წყალობა, აგრეთვე ისრაელს ღმრთისას,
ეს ნიშნავს იმას, რომ ის ლოცავს, ყოველთვის ესე ამბობს, რომ მადლი და წყალობა პირველად იუდეველებს, მერე წარმართებს, იმიტომ რომ ისინი პირველები იყვნენ და აქ კვლავ იმეორებს ამ სიტყვებს. სხვა მხრივ კი ნუღარ შემაწუხებთ, რადგან ჩემი სხეულით ვზიდა უფლი იესოს წყლულებს, გითხარით უკვე რომ მრავალგზის ნატანჯი იყო პავლე, უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენ ყოველთა თანაძმანო, ამინ. ასე მთავრდება გალატელთა მიმართ ეპისტოლე და მართლაც იყოს მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თითოეულ ჩვენგანთან. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთმა.